ბენის მუსიკალურ ტრეკებს რო უსმენ, მგონია რომ კოსმოსში უნდა გავაგზავნოთ. აბა აქ რა ჩემყლეთ თქვინდა. დიახ, ეს მე ვარ. ბავშვობიდან ყოველთვის სურვილი მქონდა რამენარად მუსიკასთან ასოცირებული ყავი და ჩემ ჭკუაში გამომივიდა კიდეც. ნუ აწევ ფას, ყველაფერი ვიც მე აკეთებ ბრას. აღარ მინდა ბიჭო, მგონი არ იმდარი, შენ პრობლემებს ყოველს უდანი. ისე ტრიალებს, ზალსალის ეჭაბა. Go, go, ყველაფერს ვიცი რომ შენ ფიქს ამაზე ყოველ გამეჩემზე. ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო ჰობი და არ ვეკიდებოდი სერიოზულობით. ნუ ჩემ ჭიას ვიხარებდი ერთი სიტყვით. ნუ ერთი მუსიკას ტეტრისის მეშვეობით გავარდა, მაგრამ გავარდა ლაითად რა თქმა უნდა. ძალიან გავარდა. მოწესრიგდი შუქი ჩართე ნახე როგორ წელოს და გასა და უგრებოს გაწდა მარა გასა საიდუმლო დასდა და გაბრაზდა მარა არ გამასდა ბახ ვიცი რომ არა ვერ გაწდა და გასა და უგრებოს გაწდა მაგრამ დღეს ჩემ არხზე არ დევს. რატომ? იმიტომ რომ გავიზარდე. გემოვნება შემეცვალა და ისაც ადრე მომწონდა, დღეს აღარ მომწონს და არ მინდა ვასოცირდებოდე. ეგრე ვიყავი მუსიკაზეც. ბევრს მოსწონდა, მაგრამ 1-2 იმედგაცრუების გამო შევეშვი. არც ვაწყობდი ამაზე კარიერა და არც მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ დავთმე და გამიტყდა. 2026 წელი დაიწყო. ჩვეულებრივად სკროლავ TikTok-ს და ვხვდება ნაცნობი მელოდია. ნოსტალგიაზე აწყობილი მუსიკა ძალიან საშიშია. ან ძალიან დიდ სიმპათიას გამოიწვევს ხალხში, ან პირიქით ზიზღს, იმიტომ რომ ის ნოსტალგიური მუსიკა, რომელიც ხალხს მოსწონდა, შენ ფაქტიურად გააფუჭე. მაგრამ ეს მუსიკა იყო პირველი, იმიტომ რომ ხალხს ძალიან მოეწონა. ხალხში მეჩევდი. როგორც იქნა დაიდო და ლუპზე მქონა გაშვებული და ერთ მომენტში დავწერე კომენტარი მორტის მუსიკაზე და მომდის მესიჯი. მორტი მომწერა კოლაბზე. მას უნდა რომ რემიქსზე ყოფილიყავი. შეგახსენებთ რომ ეს წელია მე შევეშვი მუსიკას და დიდი ხანი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვცნობდი რომ ამაზე მე უარი არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი დაბრუნების შანსი. და მეტიც, უარი კი არა, საერთოდ მიუზიკ ვიდეოს მე ვიკისრებ მეთქი უთხარი და გაუხარდა. არ იცოდა რომ მე უფრო მიხარობდა. ასევე Spotify-ზეც უთხარი, რომ Spotify-საც მე ვიკისრებ, რომ ხალხმა უსმინოს Spotify-ზეც, იმიტომ რომ Spotify-ზე არ იდო და ძალიან ნერვები მეშლებოდა მაგაზე. მუსიკა ჩაიწერა და დამზადდა 2-3 საათში. მოგითხო გამზეს ყოველთვის მე ვარდისუნი დამზადებ შესფეროში გავანაცე საყვალა ლანდებს უყურებ ჩური ბოი ბანდებს მარლოვი პატივსას ბაჭიების აზრებს 9 ვერსია გამოვიდა. მე რო ვოკალით ჩავწერე და ჩაუგდე მორტის, სულ სხვანაირი იყო თავიდან, მე სხვანაირი გახდა და მორტი აწყობდა, გადააწყობდა, გადმოაწყობდა, რო დავდეთ მაგის მერეც სხვა ვერსია აწყო და ესეც ხო არ გაუშვათო მითხრა, მაგრამ ჩათვალეთ არ გაგაწვალეთ რა. ახლა კი დაგვეწყო ჩელენჯი. 48 საათში უნდა შევეცადოთ და ეს მუსიკა გავტრენდოთ. საუნდს TikTok-ზე 600 გამოყენება ჰქონდა. ანუ ხალხი უკვე იტაცებდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდოდა. ჩავწერეთ ვიდეოები, სადაც ჩემი ვერსიაცაა და გავარდა. ჩემი საუნდის ვერსიას უკვე 300-ზე მეტი გამოყენება ჰქონდა და მორტის ორიგინალს კი 1000-ზე მეტი. ანუ უკვე ტრენდში შევდიოდით და უკვე დრო იყო ამ 48 საათში. დაგვეგეგმა კლიპი, ამეედითებინა და დაგვეგმა. ხარი? რამდენი კამერა რა თქინდა? ამდენი კამერა რა თქინდა? 1 კამერა, 2 კამერა, 3 კამერა. Wow. Hello my friends. I'm very delightful to show you my artwork. და პირველ სცენას ვიღებდით რესტორან ტივის კატერზე, რომელთანაც უკვე გაბოცდილება ადრე მქონდა. ჩემი ვეროს ეს ბიჭო უბრალოდ გულიბერა მოსახვევში თუ დააწვენი კლასი გელოდები მე დამაწვენი ბიჭო ჩემი გარგიო ბიჭო და მადლობა მათ კატერის დათმობისთვის და ხელი შეწყობისთვის, რომ ეს ვიდეო თქვენამდე მოგვეტანა. ესე წამოხვედი? არაფერი არ ჩაიცვი? მაგარი შეგცივდება იმ. ხო, ეს არის მორტი. ეს არის მორტი. გამოიწევთ ეს კაი ბიჭია. პროსტა ტრეკში ამბობს ისო, მე და მიშკა ვდგავართ. ფერს ეგონება რომ მიშკა ვქვია. ეს არის ლევანიკო ბიჭებო. ეს მიღებს ხოლმე ვიდეოებს. თუ ვიდეოები დაგჭირდათ, მიწერეთ ლევანიკოს. ბიჭო, რაღაცები ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არის ეს თემა გამოგვიჩნდეს და მეტი აღარავნაირი მნიშვნელობა.
სეპარუდა. ბიჭო, თან ხმარო არ მესი წესიერად, მაგარი უცნაურია. როგორ? დინამიკს გამოვიგეთ რა. მართლა? დასაღებად, ოღონ YouTube ვიდეოსი. აი გვიწექი და იმდენი ალვით არ ვიცი ეს წყალი ყლაპე თუ არ ყლაპე, მაგის მერე აქ დადგომა, დაწოლა რაღაცები მე შევეში. ორი ვიყავით, კი. კი, სწრაფით. თქვენთან ვიყავით? ოი, თქვენ გაიხარით. თქვენ გაიხარით.ალი არ გიყლაპია, მაგრამ მაგარი ადრენალინი. აი, დუბაი ბურამ. ალი შავობასო, ხო? ხნერი შედეს გასახეზე. ხო, არა, მაგის მერე მეშინია. სირცხვილი ვჭამე. ცეკვა არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. აგერ ბატონმა თურმე ფობია გამიჩინა ადრე წლების წინ. რაც აქ პირველად ვიყავით. სიჩუმეში ვიღებ. დინამიკი კი არ გვაქვს. ბიჭო, ხმა ვაფშე არის. ბიჭო, ხო რავი გამიფუჭდა ისე. მიდი რამე ქენი. შეხედე სანდრო როგორ ერთობა ბენის ნაჩუქარი ტელეფონით. შევერსეთ რა გავაკეთო არ ვიცი. რაღაცები გააკეთე ბევრი. უკან წადი ცოტა. გააკადე. დიდი მადლობა ტივს გასაირნებისთვის. შემდეგ გადავიდეთ ჩვენს ბარში, შალვა დადიანის 11 ნომერში, ლუპერს ბარში, სადაც მეორე გადაღებაზე ხალხს ველოდებოდით. მაგამდე კი განვიხარეთ. სხვათა შორის გამიგია, რომ ქარვა ლუპერსში უფრო გემრიელიაო და მე რო გავტესტე, ეგრე მომეჩვენა და აბა თქვენც მიდით ლუპერში და დალიეთ და მითხარით დამწერთ კომენტარებში როგორი იყო. ხო, აი ეს ხო იქნება და ჩვენ ასე უყურებთ ამას რა. და შენ ნელ-ნელა უკანიარე რა. ჯერ ეს გადამიღე ეს მომენტი. პლეის რო ვაწვევი. გადამიღე ეს მომენტი. და ეს პროსტა აი აქ გაჩათვალე რა. ფეხებიანად გამოგვაჩინე, თავიდანვე ფეხებიანად გამოგვაჩინე, თორე მე ვერ. კაიდან ნელ-ნელა უკანია. აქ შეიძლება გიჟები მოგეჩვენოთ, ესეც ასაცილოდ გავაკეთეთ. ავიღეთ ტექნობუის მასკოტის ფოტო, მივეცით AI ვიდეო გენერატორს, უპრომპტეთ რომ ადგილზე ეცეკვა, შემდეგ მივიღეთ ეს ვიდეო და ეს ვიდეო გამოვიყენეთ ამ კადრისთვის. ასეთი იყო და გახდა ასეთი. ბევრი დროულად მოვიდა, ბევრმა ოდნავ დააგვიანა, მაგრამ ერთმა ძალიან დააგვიანა და ამ ერთში გულისხმობ ოზის რა თქმა უნდა. ხალხი 4-ზე მყავდა დაბარებული, ოზიმ 3-ზე გაიღვიძა, ან უკვე ავტომატურად აგვიანებს. 4-ზე გამოიძახა ტაქსი, როცა 4-ზე უკვე იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ არ წყდება. 4-ზე ხო ტაქსი გამოიძახა და სანამ ტაქსი მოვიდა, მაგამდე ჩაეძინა. აქ შიც ვერ ჩაჯდა. და საბას უმადლოდეს, ოზირო საერთოდ მიუზიკ ვიდეოში არის, იმიტომ რომ საბამ გამაჩერა, თორე ვიწყებდი მაგის გარეშე. უნდა ეგრე. ვიდეოში უნდა ყოფილიყო. აუ ახლა თუ მირეკავს. ცოტა მოწიე როკ. მეტი რა განათება მინდა. ახ რის ჩამოსადებოდ კი არ მოგიცი. სათო გავარსი. მიდი იქ იმას ქენ. გავსვა ამ თქო. ლამაზ ეს. ეხა გადახირავ. ახტონაო ბანაში მავარჯიში მიდი. აღარ ჩამოვარდე და მოკვდეს. ბიჭო, აქ და აქ უკან ხალხი რომ მედგას რა, ან თუნდაც ასე ვიყო, თუნდაც მარტო ვიყო. ცოტა ეს რომ მოწიოთ ჩემკენ აქ. მოკვდი? მოდი მე ავა. არ გინდა რა ფოსორა. ძნება დაგემართა. ვა, კაი ტიპია და ესე რომ გავაკეთოთ, ალბათ არ გვიფიქრია, მაგრამ მე ვიფიქრე. იმიტომ რომ მე ასეთი ჭკვიანი ბიჭი ვარ. სოფლიოში ჭკვიანი. ჩემზე ჭკვიანი არავინ არ არის. ეხლა გაიღვიძა, გამოვდივარო. ვა, რა მაგარი ხურია. დავიწყოთ, თუ გინდა ჯერ ცაკ-ცაკე გავაკეთოთ, მერე ხალხთან ერთად. სად მაქვს უდად? ვაიმე, ზე დაიგიდე. გეხო ეწევი. დამღალეს. გევიღალი. ეხლა ესეთი კაცი გაიჩნდა, გორმ და ვაყოფე.
თავიდან. ეს სუდად გაგშეჩება. წინე. უკვე ვიწყოთ მაგ ცეკვას? ცეკვას ვიწყოთ უკვე? ვახ. ზეგ. შეიძლება ხოლმე დავდო. მოიცადე, რიგრიგობით, მაგრამ ერთ მინიმუმ 10 წამი გაჩერდი ძალიან. დააჭირე. და უკვე ვიწყოთ ცეკვას ეგრევე? ჯერ არა. აი ხონდა წყლა და შემოთხეთ ამას აკეთებ. ჩვენს რო გავაკეთოთ მაგარი და ასე. ეგეთი რაღაცები და მე რო შევა მარცხენა ხელით ამას დავიწყებ. და ყველამ გავაკეთო? ძალიან მაგარი იქნება. მარცხენა ხელი. ჩამოიწე. აი, ესე გამოვიყურებ. გიგას გადაცდა. ძალიან დავიღალეთ. მაგერა დავიღალეთ. არ არის შეშა. ეს ხო 24 საათში უნდა გავაკეთო. ეს მე დავამონტაჟო ახლა, რომ ხვალ დავდოთ როში. ჩემი მუხლის მე ფილმში შუქიანი უკვე ჩემი ასაკეთები. სხვათა შორის მუხლი მეტკინა და ვითხოვ კომპენსაციას 80 ლარის. ეს არის ნინა წყლერაშვილის გარდირობი. ესთეტიურად მინდა და გამეუბნე, მაგრამ ჩემი ტრაგედან გამომდინარე. ჩვენი შემდეგი სტუმარი არის საჩიჟაიანი, რომელიც გარდირობსაც დავათვალიერებს დღეს საღამოს. რას ფიქრობთ? დღევანდელ დღეზე, ანუ როგორ მოგეწონათ ეს გადაღება ეს ყველაფერი? ძალიან ვიხალისე, ძალიან გავერთე. სხვა ეშელონის დონის გადაცემა გადაღება იყო უბრალოდ და ვფიქრობ მეტი ესეთი გადაცემები ქართულ TV show-ში და TV სიუზეში. მადლობა. სიყვა აჭარათების წარმომადგენელი ხა გადავიდეთ ჩვენ თვითონ ბარის დამფუძნებელზე მოგზანდით. გამარჯობა, მაინტერესებს როგორ მოგეწონათ დღევანდელი გადაღება. ამდენად ყვაყოფილი ხარ და ხო არ დაგიგვიანია შემთხვევით? ვაფშე არ დამეგვიანია საერთოდ 1 საათნახევარი ხო? ოკეი. საათნახევარი არ დამეგვიანია მე. თუ მეტი არა. გადაღებაც. დიმიტრი როგორ დააგვიანეთ თქვი მირი? უჩემოდ რატო არ დაიწყეთ ისე? მადლობა საბარო შენ გააჩერე ხალხი და ესე. რა გინდა? წვერზე დამიმაგრე და დაჟე? დავარდება, მოძრება. შუგა რას ფიქრობთ, აი როგორ მოგეწონათ მერაბ დვალიშვილის ნინა დრამა? ნინა დრამა ძალიან კარგი. ძალიან მომეწონა ნინა დრამა, კი. კიდე რა გაინტერესებს? ნინა დრამას შეყვარებული არა ქმარი იყოს მეგობრებო. ის გადამღები ვინც არის ოპერატორი არის ქმარი მის. ანუ თქვენ ეზეთ გახოლდია? თქვენ ეზეთ ვიზის გამო იყო წასული? სადაურეკი არ ვიცი მაგის ქმარი. მე მგონი. გლდანე. რანა მიოკეს მირტყავდა ხლა თქვენ ბატონო გიგა. აი გვამი არ მიფიქრია. Women. ანუ ქალებს უფრო დიდი ყვე ეგეთი და ნახე men. არაფერი ისეთიო. ჩვენი ბოლო რესპონდენტი იქნება ბენი. და მოდი ვნახოთ თუ რას გვეტყვის. ეს. ვაუ. როგორ მოგეწონათ დღევანდელი გადაღება? ძალიან კარგი იყო, ძალიან დავიღალე, მიხარია რომ ახალგაზრდები დასაქმებულები ბრძანდებით და ესეთ კარგ საქმეებს აკეთებთ. მონეტიზაციის ფულს გაიყო? რაცაც გააკეთებს ის 6 ცენტი იქნება თუ 7 ცენტი იქნება, მე მზად ვარ რომ გადაურიცხო. ჩვენ ვართ გამჭირვალეები. მართლა ფული თუ გააკეთა გადაურიცხავ ამკაც, აბარა იქნება. მორიდებულად. ჩვენი ხელფასებოდეს იქნება ცეკვის. რავი, გაასწორა რა. ყველა რომ მოვიდა გაასწორა. ვიღაცები რომ მოსულიყვნენ ეგ უკვე გაასწორებდა, მაგრამ რავი რა, ინტერნეტს ამოფიქრებთ რა. მე სხვათა შორის არ მეგონა რომ 10-ში მოვიდო და დღეს. იმდენად გვიან ნახე შეჩემა ჩემი მონაწერი რომ მეთქი დამიკიდა მეთქი.
ვინც ადრე ნახა იმით მოვიდა ვინც ადრე ნახა მაგითო მოვიდა ვიცაძე ვიზნედი და ვიგვიძებ საღამოს 6-ზე და შესაბამისად მაგითო იყო ჩვენი მის კომუნიკაცია თორე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ვინც მომიწვევთ გადაღებებში fake taxi და მსგავს გადაღებებზე fake taxi და 1 საათი ადრე მოვალ მეგობრებო როგორ გააჩნია რა როლში ვიქნები ეგეც წინასწარ უნდა გამოსვლოთ ბენის მენდობი და არ მიკითხავს ას ვიღებდით და ისე ბენისგან არ გამიგურდებოდა ცოტა ისეთი რამ დამხვედროდა აქ მაგრამ რახან კლიპის და ტრეკის გადაღება იყო ამიტომ ესე კითხების გარეშე მოვედი გადაღება მორჩათ და ცოტა მოუწრუპეთ და აღნიშნეთ ახლა დროა აი ეს კადრები დავამონტაჟო და შევეცადოთ ჩავეტიო დედლაინში მაქსიმალურად სწრაფად შემოგთავაზოთ ეს ვიდეო თორე უკვე დავიღალე აღარ შემიძლია ცოტა ნასვამი ვიქნები ცოტა ბევრი არ ეგინა ბევრი მაღლა ბევრი წვალების გაჭედვის აფეთქების ნერვოზის სამი ჭიქა ყავის შემდეგ დადგა ღამის 3 საათი და მორჩი ვიდეოს მონტაჟი ანუ ვიდეო უკვე მზად იყო რომ დილით დამედო 48 საათში კი არა 23 საათში ჩავეტიეთ ფაქტიურად დავდე ვიდეო TikTok-ი, Instagram Reels-ი და გაფრინდა. ძალიან გაფრინდა. TikTok-ზე 24 საათში 130,000-ზე მეტი ნახვა მქონდა, 12,000 ლაიქი. YouTube-ზე კი პირველ ადგილზე იყო ბოლო 10 ვიდეო და რაც მიდევ ჩემს მუსიკალურ არხზე. ჯამში 2,000-დან 3,000-მდე გამოყენება ქონდა ჩვენ საუნდებს და საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუსიკა გაიტრენდა. ყველამ გადაიღო ვიდეო. ბევრმა გადაიღო ძალიან ვიდეო და ყველას დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, ვინც დაგვასაპორტეთ. მადლობა მორტის, რომ კიდევ ერთი შანსი მომცა, რომ მუსიკაში თავი ისევ გამომეცადა. გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ მორტის არხი, გამოიწერეთ ამ ბენის მუსიკალური არხი, ამ ბენი მაწერია მუსიკალურ არხზე. ვიდეო დაალაიქეთ და შემდეგ მუსიკას ჩემგან იხილავთ 2027 წელს. არა, ხო, არ ვიცი, როდის იხილავთ, როცა მოვიხოდები იხილავთ. აქამდე ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში მედექით და კარგად იყავით. Შესმერაშ